მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი ცდუნდებით ამ აღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ თქვენ გაგიძღვებით წინ გალილეაში. მიუგო პეტრემ მას პასუხად: ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს არ ცდუნდები. უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამ აღამ სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე. უთხრა მას პეტრემ: მოუკვდები შენთან ერთად და არ უარყოფ. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე. მერე იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია და უთხრა მოწაფეებს: აქ დასხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე. იწყო წუხილი და ურვა. მაშინ უთხრა მათ: სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად. ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემ, თუ შესაძლოა ამარიდე ეს სასმის, მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ. მივიდა მოწაფეებთან და პოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: ნუ თუ ვერ შეძელით ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნია, ხორცი კი უძლური. მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემ, თუ შეუძლებელი ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს შენი ნება. კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ. მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ. აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე მიეცემა ცოდვილებს ხელში. ადექით და წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, 1-12 თაგანი და მასთან ერთად დიდძალი ხალხი מחვილებით და კეტებით, მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან. ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: ვისაც მე ვიამბორები, ის არის იგი და შეიფყარით. ისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: იხაროდეს, რაბი! და ეამბორა. ხოლო იესომ უთხრა მას: რისთვის მოსულ ხარ მეგობარ? მაშინ მივიდნენ, ხელის ტაცეს იესოს და შეიპყრეს. და აჰა, ერთ-ერთმა იესოსთან ყოფმა ხელი მიჰყო, იშიშვა მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და პური ჩაათალა. მაშინ იესომ უთხრა მას: ავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის სამღები მახვილითვე დაიღუპება. იქნებ გონია არ შემეძლოს, შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა 12 ლეგიონი და უფრო მეტიც. აბა როგორ აღსრულდება წერილი ეს რომ არ მოხდეს? მაშინ უთხრა იესომ იმ ხალხს: თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემ შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი და არ შეგიპყრივართ მე. ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები. მაშინ ყველა მოწაფე მიატოვა იგი და გაიქცა.